სურსათის ეროვნული სააგენტო მსხვილფეხა პირუტყვის ვაქცინაციისა და რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამას იწყებს. დღეს სპეციალურად ჟურნალისტებისთვის ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მედიატური მოეწყო. ჩემი კოლეგები ცხრების ვაქცინაციისა და ძროხების რეგისტრაციის პროცესს ადგილზე გაეცნენ. ამ ყველაფერს სურსათის ეროვნული სააგენტო სამწლიანი პროექტი ითვალისწინებს. სურსათის ეროვნული სააგენტო მიმდინარე წლების განმავლობაში ახორციელებდა პროფილაქტიკურ ვაქცინაციას და საყურე ნიშნების დადებას. წელს ეს პროცესი შედის გადამწყვეტ ფაზაში. რაც შეეხება საყურე ნიშნების დადებას, ანუ რეგისტრაცია და იდენტიფიკაციის პროცესს, წელს პირველად ჩვენ გვექნება ელექტრონული პროგრამა, ელექტრონული ბაზა, რომელიც ძალიან მადვილი სამართავი იქნება და გვექნება სრული ინფორმაცია. ეს პროცესი მიმდინარეობს მთელი საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით 650,000 სულის ვაქცინაცია არის დაგეგმილი. გარდა ამ ვაქცინაციისა, სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამით ასევე გათვალისწინებულია სხვადასხვა დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაცია, როგორიც არის თურქული, ჯილეხი, მსოფი.